შემოსავლების სამსახურს ახალი სერვის ცენტრი აქვს. შენობა საბურთალოზე მდებარეობს, თუმცა ის ყველა რაიონის მოსახლეს მოემსახურება. ოფისში მისულნების მიერ გადამხდელ საშუალება ექნება, რომ ახალ ცენტრში მისთვის საინტერესო საკითხზე შესაბამისი იურიდიული კონსულტაცია მიიღოს. შენობას ფასადის ძირითადი ვერტიკალი 15 გრადუსით აქვს გადახრილი, რაც თანამედროვე არქიტექტურული პროექტია. ახალი ოფისი დღეს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრთან ერთად გახსნა. ფინანსთა სამინისტროს ინფრასტრუქტურა რეალურად ესე იგი ბიდის ბოლოსკენ იმისათვის რომ ღიად იყოს რეაბილიტირებული, ჩვენ რამოდენიმე დღეს წინ გავხსნით თბილისში თბილისის ოფისი, რამოდენიმე თვეში გავხსნით სარფში ახალ საბაჟო გამშვებ პუნქტს, კარწახი რეალურად მზად არის. ეს იყო რეალურად ბოლო ოფისი თბილისის მასშტაბით, რომ ასე ვთქვათ რეაბილიტაცია რემონტი დასრულებული იყო. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სამუშაო პირობები სწორედ ვაკე საბურთალოს ოფისს ჰქონდა და ეხლა როგორც ხედავთ, ერთ-ერთი საუკეთესო პირობები სწორედ აქ არის. Განსხვავებია ის დამატებით აძლევს კომფორტს თვითონ გადამხდელებს შეუძლიათ მოვიდნენ ნორმალურად მიიღონ ყველა ტიპის მომსახურება. სწორედ ამ ერთ ოფისში ნებისმიერ გადამხდელს შეუძლია მოვიდეს და ყველა სერვისი მიიღოს. აღჭურვილია ყველა მაღალი ტექნოლოგიით, რომელიც საჭიროა მაღალი სერვისის მისაღებად ყველა გადამხდელისათვის. ძალიან მარტივად შეუძლია ისარგებლოს ყველა მომსახურებით, რომელსაც თავაზობს შემოსავლების სამსახური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტურულად აღნიშნული შენობა, ძალიან კრეატიული, კარგი გადაწყვეტაა, რომელიც კიდევ ერთი შენობაა, რომელიც დააშვენებს თბილისს.